გამარჯობა, ეთერშია სამედიცინო გადაცემა იმპულსი, მე დიანა საფარო ვარ, დღეს გადაცემაში ნახავთ. იმუნოდეფიციტის ვირუსი, რატომ არის საჭირო ადამიანმა იცოდეს საკუთარი აივ სტატუსი? კლიმაქტერული პერიოდი, რაც ცვლილებები მიმდინარეობს ამ დროს ორგანიზმში, ექიმის რეკომენდაციები. კაცობრიობის არსებობის ისტორიას მრავალი ეპიდემია და პანდემია ახსოვს. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია აივ შიდს, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს სოციალურ-ეკონომიკურ და სამედიცინო პრობლემას წარმოადგენს. რა უნდა ვიცოდეთ აივ ინფექცია შიდსის შესახებ? ნახოთ ვიდეო და შემდეგ სტუმარი შემოგვიერთდება. აივ ინფექცია ორგანიზმში როცა იჭრება, მისი მთავარი სამიზნე ხდება სისხლის უჯრედები, რომლებსაც მარტივად იმუნიტეტის უჯრედებს ეძახიან. აზიანებს უჯრედებს, სახლდება მათში და იწყებს გამრავლებას, რაც დროთა განმავლობაში ამ უჯრედების მკვდომას იწვევს. აღნიშნული უჯრედების მკვდომა კი შესაბამისად ნიშნავს ადამიანის იმუნური სისტემის დასუსტებას. შიდსის დიაგნოზის დასმა სულაც არ ნიშნავს სასიკვდილო დიაგნოზს. შესაძლოა აივ შიდსის აღმოჩენისას ადამიანის იმუნური სისტემა იმდენად იყოს დასუსტებული, რომ დაუსვან შიდსის კლინიკური დიაგნოზი. თუმცა ხშირად ასეთ სიტუაციაში სხვა თამდევი დაავადებები განვითარებული არ არის. თუ შიდსის დიაგნოზის დასმისას პაციენტი დროულად დაიწყებს მკურნალობას, მისი იმუნური სისტემა ჯანსაღდება, ეგრეთ წოდებული იმუნური უჯრედების რაოდენობა იზრდება, სისხლში კი ვირუსის ოდენობა მცირდება. გარკვეული პერიოდის მერე სისხლში ვირუსი ნულის ნიშნულამდე ჩამოდის. იმუნიტეტი კი ჩვეულებრივ ჯამრთელ ნორმას უბრუნდება და პაციენტის სიცოცხლის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ სხვა არაინფიცირებული ადამიანების მსგავსია. თუმცა შიდსის კლინიკური დიაგნოზი, რომელიც თავიდანვე დაესვა ადამიანს, არ იცვლება. ასეთია თანამედროვე სამედიცინო მიდგომა. ერთადერთი, რაც პაციენტს მოეთხოვება, ცხოვრების ჯანსაღი წესი და აივ შიდსის საწინააღმდეგო პრეპარატების სიცოცხლის ბოლომდე მიღებაა. ამგვარად, სწორად მართვის შემთხვევაში აივ შიდსი იქცევა ქრონიკულ მართვად დაავადებად. ადამიანები კი ამ დიაგნოზით ჩვეულებრივ აგრძელებენ ცხოვრებას. აივ შიდსის გადაცემის მხოლოდ სამი გზა არსებობს: დაუცველი სექსუალური კავშირი, სისხლით არასტერილური სამედიცინო ხელსაწყოები, ნემსი, ინფიცირებული სისხლის გადასხმა, ვერტიკალური ინფიცირებული დედიდან შვილზე. აივ შიდსი არ გადადის საერთო საყოფაცხოვრებო ჭურჭლის გამოყენებით, ხელის ჩამორთმევით და ჩახუტებით. ამ თემაზე სასაუბროდ ვირუსოლოგი პროფესორი გიორგი კამკამიძე თბილისიდან ჩაგვერთვება. გამარჯობა ბატონო გიორგი, ხო გესმით ჩემი? მოგესალმებით, თქვენ თუ გესმით? დიდი მადლობა რომ ჩაგვერთეთ გადაცემაში იღებთ მონაწილეობას და ესეთ საინტერესო თემაზე ვისაუბროთ დღეს და დავიწყოთ განმარტოთ რა არის შიდსი და საიდან წარმოიშვა ეს ინფექცია. აივ ინფექცია განმარტოთ პირველ რიგში ეს არის ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფექცია, რაც არ ნიშნავს უკვე იმუნოდეფიციტის განვითარებას. შიდსი არის შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი, რომელიც ვითარდება ისეთ დროს, როდესაც უკვე იმუნური უჯრედები რაოდენობრივად იმდენად ქვეითდება, რომ ნებისმიერი ინფექცია, რომელიც ჩვეულებრივ შემთხვევაში იმუნოკომპეტენტურ, ასე ვთქვათ, ადამიანში არ იწვევს დაავადებას, უკვე ხდება აგრესიული ადამიანის ორგანიზმის მიმართ. მსგავსი არის ასევე სიმსივნეებთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, აი კაპოშის სარკომა ვითარდება მხოლოდ შიდსის შემთხვევაში. და ბატონო გიორგი, აივ ინფექციამ დღემდე მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანის ცხოვრება შეცვალა ალბათ დამეთანხმებით, ხო? და როგორია აივ რეალობა დღეს საქართველოში? დღეისათვის საქართველოში ჯამურად დაფიქსირებულია 10,000-ზე მეტი შემთხვევა, უფრო დიდი ნაწილი მოდის მამაკაცებზე, 7,700-ზე მეტი შემთხვევა. დაახლოებით 5,000 ადამიანს განუვითარდა უკვე შიდსი, ანუ უკვე თვითონ დაავადება და 2,000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. მაგალითად 2023 წელს ჰქონდა 560 ახალი შემთხვევა.
ანუ ბოლო პერიოდის განმავლობაში სტაბილურად გვაქვს საკმაო რაოდენობა, თუმცა სამწუხაროდ ეს არის მხოლოდ ნაწილი, რეგისტრირებული ინფიცირებული შემთხვევები არის მხოლოდ ნაწილი იმისა, რაც რეალურად გვაქვს. გაცილებით უფრო მეტი ადამიანი მოიაზრება განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში და აუცილებელია ამ ხრივაც შედარებით უფრო გაფართოება იგივე სკრინინგის, მათ შორის საქართველოში შემოსული ახალი პოპულაციის ამაზე ბევრი დაიწერა, მათ შორის მაგალითად რუსეთიდან დიდი ნაკადი არის, რაც ზრდის იმ ადამიანების რიცხვს, რომელსაც აქვს ეს ინფექცია, მაგრამ არ არის რეგისტრირებული და დაფიქსირებული საქართველოში. ბატონო გიორგი, მსოფლიო სტატისტიკის ინფორმაციას, ანუ თუ სტატისტიკას უფრო სწორად თუ ვფლობთ გავრცელების კუთხით? დიახ, ეს ძალიან ზუსტ აღრიცხვას, მაქსიმალურად ზუსტ აღრიცხვას ექვემდებარება ყველა ქვეყანაში. დღეისათვის 78 მილიონი ადამიანი არის ამ ეტაპისთვის ინფიცირებული, მათ შორის 35 მილიონი გარდაიცვალა. და ძირითადი მაინც ნაწილი მოდის სუბსაჰარულ აფრიკაზე, სადაც ინფიცირებულთა 68% ფიქსირდება. ჩვენი ქვეყანა საბედნიეროდ არ მიეკუთვნება მაღალი განვითარების, მაღალი გავრცელების ბოდიშით ქვეყანას, თუმცა ჩვენი მეზობლები პირველ რიგში რუსეთი ეს არის ყველაზე სწრაფად მზარდი ეპიდემიის ადგილი. შესაბამისად, ჩვენ ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, დარტყმის ქვეშ ვართ ამ ხრივ განსაკუთრებით ბოლო პოლიტიკური ძვრების თვალსაზრისით. გასაგებია და სტადიებზე არის ძალიან მნიშვნელოვანი ხაზი რომ გაუსვათ და აღვნიშნოთ, რა სტადიებისგან შედგება შიცი, ანუ ქრონიკული ასიმპტომური HIV ინფექციას გულისხმობ. დიახ, პირველი, როდესაც ხდება ინფიცირება ორგანიზმის, ამ შემთხვევაში შეიძლება წავიდეს გრიპის მაგვარი სინდრომით, ან მონუკლეოზის მსგავსი სინდრომით, როდესაც არის ლიმფური კვანძების გადიდება, მაღალი ტემპერატურა და ისეთი სიმპტომები, რომელიც ახასიათებს ნებისმიერ სხვა, თქვათ, ბანალურ ინფექციას. ამიტომ ამოცნობა ადრეულ ეტაპზე, მწვავე, თქვათ, ეტაპზე ფაქტიურად შეუძლებელია ლაბორატორიული ტესტის გარეშე. ამიტომ რეკომენდებულია, რომ ყველა ასეთ შემთხვევაში მოხდეს სკრინინგი HIV ინფექციაზე, რომ დროულად მოხდეს აღმოჩენა. შემდეგ ვირუსი უკვე გადადის ეგრეთ წოდებულ ლატენტურ მდგომარეობაში, ძალიან ნელი პროგრესირება შეიძლება იყოს ზოგიერთ შემთხვევაში წლების მანძილზე საერთოდ სიმპტომების გარეშე მიმდინარეობდეს. ზოგი შემთხვევაში, რომლებიც არიან, თქვათ, ნელი პროგრესორები, შეიძლება საერთოდ არ გამოვლინდეს 10 წლეულების მანძილზე, უკვე გვიანი ეტაპი, თუმცა, როდესაც საკმაოდ დავარდება ლიმფოციტების, ანუ ეს ჩვენი დამცავი სისტემის იმუნიტეტის უჯრედების რაოდენობა, ამ შემთხვევაში უკვე გადავდივართ ჩვენ შიცის ეტაპზე, თვითონ დაავადების, იმუნოდეფიციტის ეტაპზე, რაც ვლინდება სხვადასხვაგვარი ინფექციების სახით, ძირითადად ეს არის მაინც სასუნთქი გზების, ფილტვის ანთებით, მაგალითად მიმდინარეობს, რომელსაც იწვევს შედარებით უფრო იშვიათი ინფექციები, რომლებიც არ ნაკლებად ხდება ან არ ხდება იმუნოკომპეტენტურ ადამიანებში, ან ვლინდება სიმსივნური პროცესის სახით, როგორც ვახსენეთ, კაპოშის სარკომის სახით. ამიტომ თუ თქვათ ადრეულ ეტაპზე მოხდა აღმოჩენა ამ ინფექციის და იქნა დაწყებული მკურნალობა, თავიდან ავიცილებთ ესეთი შიცის ეტაპის განვითარებას და თვითონ დაავადების სიმპტომურ გამოვლინებას. ამიტომაც არის, რომ მასიური სკრინინგი მოსახლეობის ლაბორატორიული გზით ამ ინფექციის აღმოჩენას უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ და ფაქტიურად პრაქტიკულად ჯანმრთელები დარჩნენ ეს ადამიანები. დიახ, მაგრამ ეს თემა მაინც სტიგმატიზირებულია, რაც ჩამოთვალეთ ამ ყველაფერში ხელს გვიშლის სტიგმა, ხო? ამით ახმებით ალბათ. და ყველაფერზე უნდა ვიმუშაოთ, ხო? სინამდვილეში კლინიკური თვალსაზრისით, სამედიცინო თვალსაზრისით, შიცისგან მხოლოდ სახელი დარჩა საშიში.
რეალურად ვინც მკურნალობს, ესენი ითვლებიან პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებად, მათგან არ ხდება ინფექციის გავრცელებაც და ეპიდემიოლოგიური კუთხითაც, იმიტომ რომ მათ სისხლში უკვე ვირუსი ნულის ტოლია, უბრალოდ ისინი მუდმივად უნდა იმყოფებოდნენ მკურნალობაზე და შესაბამისად ამის ფონზე განიხილებიან ეს პაციენტები პრაქტიკულად ჯანმრთელებად. ამის გათვალისწინება არის საჭირო პირველ რიგში ზუსტად ამ სტიგმის დაძლევის თვალსაზრისით, ვინაიდან ეს დაავადება აღარ არის რაღაც ესეთი ეგზოტიკური დაავადება, არ არის გინდა თუ არა დაკავშირებული ვთქვათ ნარკოტიკული საშუალებების გამოყენებასთან, ეს ადრეულ ეტაპზე საქართველოშიც მაგათად ძირითადი გადაცემის გზა იყო ინექციური ნარკოტიკების მოხმარება. დღეს ჩვეულებრივი ჰეტეროსექსუალური კავშირებია. რასაკვირველია, მამაკაცებში, ვისაც აქვს სექსი მამაკაცებთან, უფრო მაღალია გავრცელება, მაგრამ დღეისათვის მაინც მთავარი გავრცელება ეს არის ჩვეულებრივი ჰეტეროსექსუალური კავშირები. ამიტომ არავინ არ არის დაზღვეული ამ ინფექციისაგან, იგივე თუნდაც სამედიცინო დაწესებულებებიდან, ამ ინფექციის გადაცემის, მათ შორის სტომატოლოგიური კლინიკებიდან, შესაბამისად, აი ამის ცოდნის, ასე ვთქვათ, გათავისება ყველაზე მნიშვნელოვანია ზუსტად სტიგმის დაძლევისთვის. გასაგებია და ბატონო გიორგი, რაც ყველას ძალიან გვაინტერესებს, არსებობს თუ არა აი ინფექციისგან სრული განკურნება? დიახ, საბედნიეროდ არის ასეთი შემთხვევები, უკვე გროვდება საკმაოდ უკვე სწრაფად იმასთან შედარებით, რაც მანამდე გქონდა. გაგიკვირდება და პირველი შემთხვევა არის 2006 წლიდან მოყოლებული, ეგრეთ წოდებული ბერლინის პაციენტი, სადაც მოხდა გადანერგვა ღეროვანი უჯრედების, ვინაიდან ამ ადამიანს ჰქონდა როგორც HIV ინფექცია, შიდსი, ისე ლეიკემია, შესაბამისად მოხდა ეს გარკვეული სპეციფიური უჯრედებია ისეთი ადამიანისგან, რომელსაც სრული დაცვა აქვს HIV ინფექციის შიდსის წინააღმდეგ, არსებობენ ასეთი ადამიანებიც და მათი ასეთი როგორც დონორების გამოყენებით ხდება ზუსტად უჯრედების შეგროვება და უკვე გადანერგვა HIV ინფიცირებულ ადამიანზე. შესაბამისად, აი ესეთი ბედნიერი შემთხვევა იყო 2006 წლიდან მოყოლებული, თუმცა ეხლა უკვე ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს ასეთი დაგროვილი, სადაც სრული განკურნებით არის დასრულებული HIV ინფექცია. გარდა ამისა, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება აი ამ გადანერგვის გარეშეც მკურნალობის ჩამთავრების შემდეგ თქვათ რაღაცის გამო მოხდა შეწყვეტა მკურნალობის, ძალიან დიდი ხნის მანძილზე ადამიანები ინარჩუნებენ ნულოვან ვირუსულ, ასე ვთქვათ, დატვირთვას მათ სისხლში, ანუ ისინი განკურნებულებად ითვლებიან. ესეთი შემთხვევებიც ბევრია უკვე აღწერილი. შესაბამისად, აი ესეთი სამეცნიერო კვლევები სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რომ ჩვენ მივაღწიოთ HIV ინფექციისგან სრულ განკურნებას. რასაკვირველია, საქართველოში ასეთი კვლევების ჩატარება უკიდურესად გაძნელებულია, ვინაიდან ჩვენთან მაინც გარკვეული საბჭოური სისტემა არის გამყარებული HIV ინფექციის შიდსთან დაკავშირებით. ეს არის გარკვეულად მონოპოლიზებული სფერო, რაც აუცილებლად უნდა მოხდეს ამის, ასე ვთქვათ, დეცენტრალიზაცია ახლო მომავალში. სხვანაირად ჩვენ ვერ გავხდებით ცივილიზებული სამყაროს წევრი ამ კუთხით, HIV ინფექციის შიდსის კუთხით. და ბოლოს ბატონო გიორგი, თქვენი რეკომენდაცია რა იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით? რა უნდა გავითვალისწინოთ? პირველ რიგში ეს არის მასიური გამოკვლევა, სკრინინგი მოსახლეობის, როგორც ეს გავაკეთეთ C ჰეპატიტის შემთხვევაში. C ჰეპატიტის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მაგალითი საქართველოსი, როგორც წარმატებული ქვეყნის. მსგავსი უნდა მოხდეს HIV ინფექციის შიდსთან დაკავშირებით და ადრეული აღმოჩენა ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან ბევრ ადამიანს გადავარჩენთ. HIV ინფიცირებულობის სტატუსი არ ნიშნავს განაჩენს, ასეთი ადამიანები ითვლებიან, ვინც მკურნალობს HIV ინფექციის შიდსის წინააღმდეგ, პრაქტიკულად ჯანმრთელებად და ეს ასეცაა. შესაბამისად, ყველას მოუწოდებ გაიკეთოს ანალიზი, უბრალოდ ძალიან მარტივი ანალიზი HIV ინფექციის შიდსზე დროულად აღმოვაჩინოთ და შემდეგ უკვე პრობლემების გადაწყვეტა გაცილებით მარტივია, ვიდრე ბევრს გონია.
აუცილებლად გავითვალისწინებთ თქვენს საუბარს და იმ მნიშვნელოვან საკითხს, რაზეც ისაუბრებთ. ბატონო გიორგი, მე დაგემშვიდობებით და დიდი მადლობა, რომ გადაცემაში მიიღეთ მონაწილეობა. წარმატებები. დიდი მადლობა. შეგახსენებთ იმპულსის შეკითხვებს ვირუსოლოგი პროფესორი გიორგი კამკამიძე პასუხობდა. ახლა კი შემდეგი თემა. მენოპაუზა, კლიმაქსი, ანუ კლიმაქტერული პერიოდი თავისი არსით არ წარმოადგენს დაავადებას. ან დაავადებათა კომპლექს და ეს ქალის ცხოვრების ფიზიოლოგიური ეტაპია. ამ თემაზე სასაუბრად მიან გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ზეინაბ ბერიძე მოვიწვიეთ. გამარჯობა ზეინაბ, დიდი მადლობა, რომ ხართ გადაცემის სტუმარი. ნებისმიერ ქალს აინტერესებს ეს საკითხი, ანუ ინდივიდუალური ხო? შეიძლება ქალის ეს პერიოდი დადგეს ისე შეუმჩნევლად, ანუ დაუმთავრდა ქალს მენსტრუალური ციკლი და ჩვეულებრივად გააგრძელა ცხოვრება, მაგრამ რადგან ვართ ყველანი ინდივიდუალურები, ზოგი შემთხვევაში ეს ძალიან რთულად მიმდინარეობს. მოდით განმარტოთ ზოგადად რა არის მენოპაუზა, რომელიც ყველა ქალს ეშინია, ხო? დიახ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში დავიწყოთ განმარტებით, ხო? მენოპაუზა პრემენოპაუზა და პოსტმენოპაუზა. ეს არის სამი პერიოდი, რომელიც აერთიანებს კლიმაქტერულ პერიოდს. ანუ მენოპაუზა ის პერიოდი, როდესაც ბოლო menstruatsiya უდგება ქალს და ამას რეტროსპექტულად ვადგენს, როდის იყო ეს და უნდა იყოს გასული 1 წელი. პრემენოპაუზა ნიშნავს 1-2 წელი მანამდე და პოსტმენოპაუზა უკვე ამის შემდგომ პერიოდი. პირველი ასევე მინდა განმარტო, რომ კლიმაქტერული პერიოდი და კლიმაქტერული სინდრომი ასევე განსხვავებული მცნებები. ანუ პერიოდი, რაც მე ჩამოვთვალე, ეს არის, ხოლო სინდრომი არის სიმპტომების ერთობლიობა, რომელიც შესაძლოა და უმრავლეს შემთხვევაში გამოვლინდება კიდევაც. და ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ კიდევაც. რაც შეეხება ასაკს, ძირითადად პერიოდი მენოპაუზა დგება 50-51 წლის ასაკში. თუ კი ეს ხდება და საშუალოდ 45-დან 55 წლამდე. თუ კი ეს არის 45 წლამდე, ამას ვეძახით ადრეულ კლიმაქტერულ შეიძლება ადრეც დაიწყოს, ხო? რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს 45 წლამდე და ეს არის ადრეული და არსებობს კიდევ შემთხვევები, როდესაც კიდევ უფრო ადრე 35 წლამდე შესაძლოა ეს სიმპტომები განვითარდეს, ეს არის ნაადრევი კლიმაქტერული სინდრომი და ამას უფრო მეტად ორგანული მიზეზები და ეს არ არის მენოპაუზასთან დაკავშირებული ჰორმონალური ქარიშხალი, რასაც მას ეძახიან, ეს კიდევ უფრო, ესე ვთქვათ, უფრო დაავადების შედეგია, რომელიც აქვე ვიტყვეს, შეიძლება იყოს საკვერცხების ნაადრევის სინდრომი, ან ის სიტუაცია, როდესაც რაღაც მიზეზების გამო ქალის საკვერცხე ამოკვეთილი იქნება, ან ნაწილობრივ, ან სრულიად, შესაბამისად საკვერცხის ქსოვილი აღარ არის, დიახ, და აქედან გამომდინარე შესაძლებელია დადგეს აი ეს ნაადრევი ანუ ის ფუნქცია, რაც ჭირდება, არ აქვს დაკარგულია და შესაბამისად menstrualur ციკლზეც ეს ყველაფერი აისახება, ხო? სწორად მივხვდით ესე იგი. ანუ რა ჰორმონალური ცვლილებები მიმდინარეობს ამ დროს ქალის ორგანიზმში? დიახ, ნუ აქ ძირითადი ესე ვთქვათ დამნაშავე ამ ყველაფერში კლიმაქტერული სინდრომის გამოვლინებაში არის ესტროგენების დეფიციტი, ანუ პროგესტერონის და ესტროგენის, მაგრამ უფრო მეტად ესტროგენების დეფიციტი. ეს ის ჰორმონია, რომელიც ქალბატონს გამომუშავდება მთელი ცხოვრების განმავლობაში ციკლურად და აი საკვერცხის ფუნქციის დასრულება, ესე ვთქვათ, ზუსტად იმის მიმანიშნებელია, რომ აღარ გამოიმუშავებს ესტროგენს. ანუ მოგეხსენებთ, უბრალოდ შეგახსენებთ, რომ საკვერცხოს ძირითადად ორი ფუნქცია აკისრია ქალის ორგანიზმში. პირველი ეს არის რეპროდუქციული ფუნქცია, გამოიმუშავოს კვერცხუჯრედები, ანუ ფოლიკულები და შემდგომში კვერცხუჯრედები და დასაბამი მიეცემა ახალ სიცოცხლეს და დგება ორსულობას და მეორე ზუსტად აი ესტროგენების და პროგესტერონის პროდუცირება. და ესტროგენები, ისევე როგორც პროგესტერონი, ორი უმნიშვნელოვანესი სასქესო ჰორმონი თავის ფუნქციას ასრულებს ქალის ორგანიზმში და ზუსტად მათი უკმარისობა ამ კლიმაქტერული სინდრომის ძირითადი მიზეზი და ამ დეფიციტის გამო იწყება ეს ყველაფერი. თამიდან რა თქმა უნდა, ეგრევე შესაძლოა არ იყოს მძიმე კლიმაქტერული სინდრომის გამოვლინება, ეს ნელ-ნელა შეპარვით იწყება, ესე ვთქვათ, და რაც უფრო
იმატებს ასაკი, შესაბამისად კლიმაკტერული სინდრომის გამოვლენა ესტროგენ დეფიციტური სიტუაციის მიზეზით უფრო ვლინდება ხოლმე. კი. და საინტერესოა სიმპტომები, ანუ რას განიცდის ზოგადად ქალი, იმიტომ რომ გამიგია ყოველ შემთხვევაში, ანუ არ იცი ეს რა სიმპტომია და რა ხდება ეხლა ჩემს თავს და შეიძლება იყოს მაგალითად ორწუთიანი ან წამიანი, ანუ რას განიცდის ამ დროს ქალი და მე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ანუ მზად იყვნენ მაგალითად ოჯახის წევრები, ანუ ძალიან დიდი რისკი კი არა, უბრალოდ ეს ადამიანს უნდა გაუფრთხილდეთ, ხო, ამ დროს. ნებისმიერ დროს რა თქმა უნდა. იც და მე დავყოფთი ესე კლიმაკტერული სინდრომის ესე თქვა მანიფესტაცია არის ზუსტად ეს ალები. ანუ ალები არის წამიერი და კიდევ კარგი რომ ეს ცოტა ხანს გრძელდება. მაგრამ ეს არის საოცარი შეგრძნება ცუდი რა თქმა უნდა, სიმხურვალე, შფოთვა, გულისხმის აჩქარება, წნევა იწევს მაღლა. შესაბამისად ეს დეპრესიაშიც კი აგდებს ხანდახან ქალებს და ეს თუ ხშირად ხდება ხოლმე, რა თქმა უნდა, ქალის ჯანმრთელობას ეკვდება საქმე, მაგრამ ასევე მისი ცხოვრების ხარისხი მკვეთრად უარესდება. თავიდან ეს ალები შეიძლება იყოს 10-მდე დღეში და ეს არის მსუბუქი მიმდინარეობა, 10-დან 20-მდე საშუალო, 20-ის შემდეგ ესე ვთქვათ, მძიმე სიმპტომატიკას მიეკუთვნება და რა თქმა უნდა, ქალისთვის მხარდაჭერა ამ დროს მნიშვნელოვანი, მაგრამ ხა რა შეიძლება ოჯახის წევრების მხარდაჭერას, ოჯახის წევრებმა რა თქმა უნდა მხარი უნდა დაუჭირონ, მაგრამ აქ პირველ რიგში ალბათ ჩვენი ექიმების მხარდაჭერა არის უმნიშვნელოვანესი. კი ბატონო. ანუ მაგალითად ეხლა ვინც გვიყურებს და ზუსტად ის სიმპტომები ჩამოთვალეთ, რაც მაგალითად ნებისმიერ ქალს აქვს, ხო? და არ მიდის გინეკოლოგთან. ანუ რა შეცდომებს თქვენს პრაქტიკაში იქნებოდა აუცილებლად ეს, ხო? რა შეცდომებს უშვებთ? პირველ რიგში რომ აუცილებლად უნდა ვიმეგობროთ ესე ვთქვათ ექიმთან, ესე ვთქვათ კი არა, ესე უნდა იყოს. ხაზი მინდა გაუსვა იმ ქალბატონების არასწორ საქციელთან, ვისაც ეს ყველაფერი აწუხებს, არ მიდის გინეკოლოგთან, რა შეცდომებს უშვებთ და რეალურად რა უნდა გავაკეთოთ? იცით რა, აი რატომღაც შესაძლოა ჯერ კიდევ არ უნდა ქალს ამაზე საუბარი, თავიდან შესაძლოა ეს იყოს ესეთ მორიდების გამო, მაგრამ ნამდვილად არ არის სირცხვილი და რა თქმა უნდა ქალმა უნდა მიმართოს ექიმს, იმიტომ რომ თუ კი ჩვენ ადრე დავიწყეთ ესე ვთქვათ მკურნალობას, შესაძლებელია რომ მის სიცოცხლის ხარისხი გავაუმჯობესოთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება და აქედან გამომდინარე, რომ შევეხო წამლებს, ანუ სამკურნალო საშუალებებს, რასაც ჩვენ ვიყენებთ, პირველ რიგში უნდა გამოვიკვლიოთ ქალბატონი, დავადგინოთ ის ჯანმრთელობის სტატუსი და შემდგომ უკვე ურჩიოთ. წამყვანი და მნიშვნელოვანი აქ არის და ოქროს სტანდარტი ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია, თუმცა მანამდე შესაძლებელია ფიტოპრეპარატებით, ფიტოესტროგენებით შევძლოთ ჩვენ ამ სიმპტომების შემსუბუქება, დიახ. აქვე მინდა დავამატო, რომ ალები, როგორც გითხარით, ეს არის მანიფესტაცია, ეს არის სიმპტომი, რომელიც ქალს აწუხებს, მაგრამ გარდა ამისა, მის ორგანიზმში ხდება ისეთი უფრო სერიოზული ცვლილებები, რომელსაც შესაძლოა შემდგომში მოყვეს გულსისხლთა უკმარისობა, ინსულტი, ინფარქტი და საბოლოოდ აი ყველაზე ბოლოს ესე ვთქვათ, რაც უფრო დიდი პერიოდია გასული მენოპაუზიდან, უკვე ემატება ამას ძვალსახსროვანი სისტემის პრობლემები, პათოლოგიური მოტეხილობები და ის რაც დაკავშირებულია აი ამ სისტემასთან. გასაგებია. და ყველაზე მთავარი, რა კვლევები არის ჩასატარები? ეხლა კი ახსენეთ, მაგრამ უფრო ვრცლად და კონკრეტულად რო გითხრათ, მაგალითად თქვენთან მოსული ქალბატონი, რომელსაც აქვს კლიმაკტერული პერიოდი და არ მინდა რომ არ გამომჩეს, ალბათ დამეთანხმებით იმაში, რომ შეიძლება იმიტომ არის ეს თუნდაც სტიგმატიზირებული, თუნდაც ეშინიათ, ანუ გონიათ რომ კლიმაქსი და ეს პერიოდი არის სიბერესთან, მაგრამ ესეც არ არის საშიში, ანუ რატო არის საშიში, ვერ ხვდები ვერანაირად. ხო, ალბათ დამეთანხმებით თქვენს. ანუ ეს ნებისმიერმა ქალმა უნდა გაიაროს, ხო? ოღონდ გავლა ჩემი აზრით იმას ნიშნავს, რომ თუ არის ადამიანი მომზადებული და ინფორმირებული,
და ექიმთან თუნდაც თქვენთან მოსული, ყველანაირ ინფორმაციას ხომ მიაწოდებთ, თუნდაც როგორ მართოთ ეს ყველაფერი მგონი პრობლემას თავიდან მოვიხსნით და ის 2 წუთიან თუ რამოდენიმე წამიან პრობლემას ჩემი აზრით, როდესაც იცი ამ ყველაფრის მართვა, ძალიან ადვილი არის ამ ყველაფერს გაუმკლავდეთ, ხო? ეს პატარა შესავალი მინდა გავუკეთო. რო დავიწყოთ დიაგნოსტიკიდან, აქ ახლა მნიშვნელოვანი ფაქტი არის ის, რომ აღმოვაჩინოთ, ხო არა აქვს ქალს რაიმე დაავადება, ეს ეხება როგორც რეპროდუქციულ სისტემას, საშვილოსნოს ყელი, საშვილოსნო თვითონ, ასევე სარძევე ჯირკვლები და ფარისებრი ჯირკვალი. ეს უმნიშვნელოვანეს პირველ ეტაპზე გამოსარიცხი დაავადებებია, ასევე ტარდება ჰორმონალური კვლევა, რომელიც ფაქტობრივად გვიდასტურებს ჩვენ, რომ კი ნამდვილად ეს არის უკვე კლიმაქტერული პერიოდი და ამის შემდეგ, როცა გამოირიცხება ყველა ეს დაავადება, შეგვიძლია უკვე ვილაპარაკოთ მკურნალობის სტრატეგიაზე. ანუ დავიწყოთ ფიტოესტროგენებით, რომელიც შედარებით უფრო მსუბუქია, თუმცა შესაძლოა რომ გაუმკლავდეს სიტუაციას თუ უკვე პირდაპირ დავიწყოთ ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია. ეს რა არის ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია? ეს არის ის ესტროგენები, რომელიც ჩვენ რეპროდუქციულ ასაკში გამოგვიმუშავდება და კლიმაქტერულ პერიოდში მათი გამომუშავება არ ხდება. ანუ ის ჰორმონია, რომელსაც ორგანიზმი აქამდე ჩვეულებრივ იმუშავებდა, ეხლა დეფიციტი დადგა და ამიტომ უნდა შევიტანოთ ის ორგანიზმში გარედან, ანუ ტაბლეტების სახით. და ეს სიტყვა ჰორმონი რაღაც აღარ უნდა იყოს, მე მგონი აღარც არის ესეთი უკვე ესე ვთქვათ საშიში სიტყვა, ხო? იმდენად აუმჯობესებს ქალის მდგომარეობას, რომ აი გაცილებით უკეთესი ხდება მისი ცხოვრება და საერთოდ ივიწყებს კლიმაქტერული პერიოდის არსებობას, სინდრომის არსებობას. რა თქმა უნდა, ეს გარდამავალი ეტაპია, ყველას არ უვითარდება, მაგრამ ვისაც ჭირდება და უმრავლესობას ეს ჭირდება, აუცილებლად უნდა დაინიშნოს. ესა თუ ის მკურნალობის მეთოდი. და საინტერესოა, მაგალითად, როგორი უნდა იყოს, თუ იყოს რაღაცაი ცხოვრების შეცვლილი სტილი თუ უნდა გქონდეს, მაგალითად, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩემი აზრით, ნებისმიერ ასაკს აქვს თავისი ხიბლი, ხო? ჩემს ასაკს, თქვენს ასაკს, შემდეგ უფრო დიდი ასაკის ადამიანებს. ანუ რაც მესმოდა, ხო, იმიტომ მინდა ყურადღება გავამახვილო, რომ ზუსტად ვიცი, რომ ეს ადამიანი ახლა ჩვენ გვისმენს, ნებისმიერ ასაკს აქვს თავისი ხიბლი, ასე რომ ნუ შეგეშინდება თუ ეს არ არის რაღაც ცხოვრების დასასრული, მგონი მთავარია, რომ ვიცოდეთ ამ ყველაფრის მართვა. იცით რა, ძალიან სწორად ახსენეთ, ეს ის პერიოდია, როდესაც უკვე ქალს თავის რეპროდუქციული ფუნქცია შესრულებული აქვს, ყავს უკვე შვილები, შესაძლოა უკვე შვილიშვილებიც, კარიერული თვალსაზრისითაც უკვე რაღაც დონეზე დგას, ასე ვთქვათ, და ყავს ოჯახის გარდა აქვს ასევე სამსახური, სადაც არის წარმატებული და უცებ ხელს უშლის ეს კლიმაქტერული სინდრომი და აი ზუსტად მაგისთვის არსებობს ეს ჩანაცვლითი ჰორმონოთერაპია და ფიტოთერაპია, რომ დატკბეს ქალი ამ თავის ესე ვთქვათ ცხოვრების ამ ეტაპზე მიღებული შედეგით და ამან არ გააუარესოს მისი ცხოვრება. თქვენი რეკომენდაცია, ანუ ადამიანი, როდესაც არის მაგალითად 2 წლის შემდეგ მოვიდა თქვენთან, ხო? და აი უფრო მეტად ხო ფსიქოლოგიურადაც დაძაბული იქნება. შეიძლება მედიკამენტებსაც არასწორად იღებს, ანუ თქვენს პრაქტიკებში იქნებოდა ეს დარწმუნებული ვარ, ხო? ან თქვენი რეკომენდაცია რა იქნება მაგალითად, ანუ როგორ მართავთ ესეთ პაციენტებს? თუ სწორად ხო დაგისვით შეკითხვა. იცით რა, ნუ ამ შემთხვევაშიც როგორც გითხარით, დაიწყება ყველაფერი გამოკვლევით, ეს არ არის ისეთი ძვირად ღირებული და დროში გაწელილი გამოკვლევები, ეს ძალიან მარტივად შეიძლება მოხდეს. ამის იდენტიფიცირება შეგვიძლია თუ არა ჩვენ ამ კონკრეტულ პაციენტს დაუწყოთ მკურნალობა, ნუ რა თქმა უნდა თუ აღმოვაჩენთ რეპროდუქციული სისტემის ან ფარისების ან სარძევი ჯირკვლების პრობლემას, რაც ამ დროისთვის შესაძლებელია იყოს პირდაპირ ვუშვებთ გარკვეულ სპეციალისტებთან და ამ შემთხვევაში არ ვლაპარაკობთ ჩანაცვლებით ჰორმონთერაპიაზე. ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერი სირთულის კლიმაქტერული სინდრომის მკურნალობის დაწყება შესაძლებელია და ეფექტის მომტანი გარკვეულწილად იქნება. ამავე დროს გარდა იმ პრეპარატებისა, რაც დაინიშნება და აქვს გარკვეული
კარგი ეფექტი. Რა თქმა უნდა, ცხოვრების სტილი, ჯანსაღი ცხოვრების სტილი, ჯანსაღი კვება, გარემო ფაქტორები, ისეთი როგორიც არის დავუშვათ სიგარეტი, ალკოჰოლი, ეს ყველაფერი ისევე როგორც სხვა ნებისმიერ დაავადებაზე, ამ შემთხვევაშიც არ არის ესეთი უმნიშვნელო ფაქტორი და ვურჩევთ ამ მცირედს და თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ ნამდვილად მნიშვნელოვანი დეტალების გათვალისწინებას. კაპიტან ზეინებ, ჩვენ თავში ვახსენეთ და რაღაცნაირად საგულდაგულოდ ვერ ახსენეთ ეს, უბრალოდ მე არ დაგისვით ეს შეკითხვა. ანუ ადრეულ ასაკზე, როდესაც ვახსენოთ, რომ შეიძლება მენოპაუზა უფრო ადრე 35 წლამდეც დადგეს, ხო სწორად გავიხსენე. ანუ იგივე სიმპტომები აქვს, რაც მაგალითად 45 წლის ზემოთ ან 45 წელზე ხდება. ანუ ესეც რო უთხრათ მაგალითად აინტერესებთ კი, ნამდვილად კარგი შეკითხვა. კი, ზუსტად ესეა, იმიტომ რომ ისევ და ისევ უბრუნდებით მიზეს, რაც არის საკვერცხის ქსოვილში ესტროგენების გამომუშავება. თუ ქსოვილი არ არის, შესაბამისად ესტროგენის ნაკლები გამომუშავდება. ამიტომ აი ძალიან ისეთი ფაქიზი თემაა გოგონებს განსაკუთრებით, ვისაც დაუშვათ აქვთ ტკივილები და დიაგნოსტირებულია საკვერცხის კისტა. ეს ძირითადად არის ფუნქციური კისტები, რომელიც ყველანაირი მკურნალობის გარეშე შეიძლება თავისით გაქრეს, ან დასჭირდეს აი ესეთი მკურნალობა და ისე გაქრეს და არამც არ უნდა იყოს ქირურგიული ჩარევის მიზეზი. აი სამწუხაროდ და იმედი მაქვს, რომ აღარ იქნება, ახლაც უფრო ნაკლებია, მაგრამ აი ქირურგს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, როდესაც დაუშვათ ტკივილის გამო ხედავს, რომ არის კისტა, არის პატარა გოგო და შესაბამისად არ წაიყვანოს სიმკურნალობის სქემა. ანუ საკვერცხების განლევა კიდევ არის ისეთი თემა, როდესაც რეზისტენტულია საკვერცხე. განილება იმიტომ კი არა, რომ როდესღაც დავუშვათ საკვერცხის ქსოვილი ამოღებული, ამიტომ არამედ რაღაც გენეტიკური ფაქტორების გამო შესაძლებელია მისი რეცეპტორების ხარჯი, ანუ განილიოს მისი ფუნქცია. ეს ყველაფერი, ისევე როგორც აქამდე ვთქვით კლიმაქტერული სინდრომი, ამ ყველაფრის ფონზე შესაძლებელია განვითარდეს ზუსტად ის ალები, შეხურებები, კარდიოვასკულარული პრობლემები, ასევე დამავიწყდა მე თქვა, ყველაზე ასე თქვა დისკომფორტი ქალებისთვის, ასევე არის საშოს სიმშრალის სქესობრივი ცხოვრების, ესე თქვა დარღვევა და აქედან გამომდინარე. ამიტომ ყველაფერი ის რაც თქვი გადმოინაცვლებს დროში და იქნება ნაადრევად განვითარებული, რაც რა თქმა უნდა სასურველი ნამდვილად არ არის. ნუ ნებისმიერი დისკომფორტი მოითხოვს სათანადო მკურნალობაც სტრატეგია ზუსტად იგივე ჩანაცვლება ამ ჰორმონების. ჩემი აზრით ის მთავარი მესიჯები გადმოგვეცით თქვენ, რაც ჩვენ ქალბატონებს გვჭირდება ნებისმიერ ასაკში, იმიტომ რომ ნებისმიერი დისკომფორტი ჩემი აზრით მოითხოვს, რომ უნდა შევისწავლოთ ეს დისკომფორტი, იმიტომ რომ როდესაც სწავლობ ამ ყველაფერს, მართვაც უფრო ადვილია და ეს ჩემი აზრით თქვენი როგორც მეან გინეკოლოგ, რეპროდუქტოლოგის პირდაპირი დანიშნულება და თქვენთან მოსული პაციენტი ჩემი აზრით სრულიად მშვიდად უნდა იყოს, იმიტომ რომ არაჩვეულებრივად გადმოგვეცით ის ყველაფერი და ალბათ ვისაც აქვს ეს პრობლემა, ნაწილობრივ შეიძლება 50%-ით შევმსუბუქეთ, მთავარი არის განწყობა, ხო და მეთანხმებით. ნამდვილად. დიდი მადლობა ზეინებ საინტერესო საუბრისთვის. დაგემშვიდობებით. მადლობა. შეგახსენებთ იმპულსის შეკითხვებს, მეან გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ზეინა ბერიძე პასუხობდა, ამით კი ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა, მე ჯანმრთელობას გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.